თავიდან მქონდა მარტო ფიზმომზადების იმედი. მე როგორც მახსოვს 2007-ში აი ფიზმომზადებით უნდა გავიდეთ, ფიზმომზადებით 2011-ში იგივე იყო, რა იმ უნდა მარტო ფიზიკურად უნდა ვიყოთ, მაგრამ ჩემი აზრით ეხა უფრო გაგვეზარდა ცოტა მოთხოვნილება, არა ვართ მარტო ფიზიკაზე, უფრო როგორც გუნდი უფრო წინ წავედით, ჩემი აზრით, მაგრამ მიუხედავად მაგისა, ეხა ძალიან ბევრი ძალიან ჰაერში დაბრუნდავს. მინდა ვთქვა, რომ ტოლგასთან არგენტინა ჩვენ აუტსაიდერები ვართ, იმათთან პირადად ჩემი აზრია, მაგრამ შეიძლება რაღაცა გაგორდეს, მაგრამ ზოგი ისე იძახის ხომ მოვიგეთ 100%-იან და ეგ მოლოდინი არ უნდა იყოს, იმიტომ რომ ისინი არიან ფავორიტები ჩვენთან შედარებით, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ადრე რო ვიძახდით, რომ აი სულ მარტო ფიზიკური მომზადება იქნება, აი ფიზიკით უნდა გავიდეთ, მე მაგას ვხედავ მაგ წლებთან შედარებით და მაგ სოფლიო ჩემპიონატებთან შედარებით განსხვავებას, რომ ეხა უკვე ცოტა მეტი იმედი გვაქვს რა, ადრე გქონდა რომ აი გავიდეთ, არ შევწყვეთ და ფიზიკურად კარგად ვიყო და ეხა უკვე სხვა მოლოდინი გვაქვს ჩვენს, მოთამაშე საერთოდ შემოადგენელსა და ყველასაც აი მაგ განსხვავებას ხედავ. მე ვთვლი რომ ცოტა პროგრესი გააკეთა ნაკრებმა და წინ არის წასული რა და სხვაებიც უფრო უკმილებალესილები დაგვხდებიან და ისე არა ვიღარ როგორც რაღაც აუტსაიდერი და ჩვენც უფრო უკეთესი გუნდი ვართ ჩემი აზრით ვიდრე 2007 და 2011-ში ეს განსხვავება არის. ძალიან მარტივად რა გინდათ ტონგა და გინდათ არგენტინა უკვე აღარ გეყურებს ისეთ საქართველოს როცა ერთ-ერთი მოხდა და შეიძლება შემთხვევით მოხდა აი და ეს ასე შემდეგ უკვე ფაქტურად მესამედ მიდიხარ სოფლიოზე და უკვე აღარ უყდ ჩემი იქ მოხვედრა ადრე იყო ეს ვარიანტი აი შემთხვევით დღეს უკვე ჩაულებრო გიყურებენ ისე როგორც იმას რა ქვია კარგ მოწინააღმდეგეს და მამუკას თქმის არ იყოს ისე არ დაგვხდებიან ისე რომ აი ადრე იყო ხოლმე რომ შეიძლებოდა კიდე აი ირლანდიასთან თამაში მახსოვს ირლანდიასთან 14 რო დამთავრდა ირლანდია ვაფშე არ მოელოდა იმ ამბავს თუ კი საქართველოს ასეთ წინააღმდეგობას გაუწევდა და საქართველოს კიდე პირველი იყო ესეთი შემთხვევა რა დღეს უკვე ირლანდიაც რო შეგვიძლია სიტყვაზე ვიძახე უკვე ისე აღარ გამოვა სხვანაირად იმის თქმა მინდა რომ ისტორია რაც უფრო ძველდება საქართველოს რაგბი უფრო წინაწინ ეს არის ჩვეულებრივი ისტორიის საკითხი რა რაც უფრო წლები გავა საქართველოს რაგბი უფრო წინ წავა რა თქმა უნდა მიხვეს მე ყველანაირი ინფრასტრუქტურა თორე თუ არ მიხვა ეს ინფრასტრუქტურა ეს წლები გავა და აი რუმინეთი როგორც არის მე მახსოვს იყო პერიოდი როცა რუმინეთი ადრე ძალიან დიდ ნაკრებებში ზელანდიელებდა და უელსებს და იმებს უგებდა ადრე მაგრამ წლები გავიდა ინფრასტრუქტურა არ მიხვდა და რუმინეთი დღეს აი სად არიან ხონახი ამიტომ იმის თქმა მინდა რომ ისტორიასთან ერთად საქართველოს რაგბი პროგრესს განიცდის თავის ისტორიას წერს მაგრამ ამას უნდა მიყვოს ყველანაირი ინფრასტრუქტურა და თვითონ სახელმწიფო უნდა მიყვეს ამას თუ უნდა რომ რა ვიცი სასიამოვნოა პირველ რიგში ის რომ 48 მოთამაშე ვართ სპორებზე და თითქმის ყველა ძალიან ახლო მეგობრები ვართ ერთმანეთისთვის და ნამდვილად ოჯახური გარემოა ნაკრებში შექმნილი რაც პირველესია ჩემი აზრით და მომხდარების წინ მე კიდე ეგ გარემო რო არ იყოს დატვირთვების და იმის დროს ვერ იქნებოდა ისეთ სიტუაცია რა სიტუაციაც დღეს გუნდშია რა ნამდვილად კარგი მდგომარეობაა რა ერთმანეთის მიმართ ბიჭები და ერთმანეთს მომხდარით და ვიბრძოლოთ ყველა ალბათ ისე რაც დასახულია რა და ყველა კარგად ვიცით რაც დასახული გვაქვს და საბოლოოდ მე რა გუნდიც წავა მაგისთვის კეთდება ყველაფერი რა ჩემთვის პირადად ახლა ძალიან სასიამოვნოა ხალხთან ერთად ყოფნა და ყველა მოთამაშის ოცნება ეროვნული ნაკრების მაისური სოფლიო ჩემპიონატზე ითამაშოს მოტივაცია და სადღაც ისიც რო სიტყვაზე მე მაგ საქართველოს როცა ლაპარაკობენ თვითონ მე საფრანგეთსა ვარ იმიტომ სხვა ქვეყნებს საქართველოს როცა ლაპარაკობენ აუცილებლად იწყებენ მართლა რაგბისტებით ლაპარაკს ნებისმიერ სხვა თემაზე როცა ლაპარაკობენ მართლა რაგბისტებით იწყებენ ლაპარაკს ეს იმას ნიშნავს რომ დღესდღეობით თუ კი იყო 10 და 12 წლის უკან პატარა ქართველები და ასე შემდეგ დღესდღეობით ქართველები იქ აი არის რა დავალებას ვუძლებთ იმ დავალებას ერთადერთი დავალება არის ნებისმიერ რაგბისტისთვის ერთადერთი დავალება გახვიდე მედალს და ბოლომდე დაიხარჯო მაგრამ ყველაზე მაგარი ვარიანტი რა იქნება ეხლა ცოტა ეგოისტივით გამოგვივა ჩვენ პირველ ხაზებს რა ყველაზე მაგარი ვარიანტი მარტო რა თქმა უნდა მე ამას ვაღიარებ და ვიძახი მარტო პირველი ხაზი არაფერს არ ეზოს უკან არ მოყვა ეს რუაკაც მაგრამ ალბათ ჩემთვის და ალბათ ყველასთვის ის იქნება ყველაზე მაგარი აღიარება შეკინებაში რომ კარგად ხარ ეს არის უკვე რა იცი ეს არის ის ნიშნავს იმას რომ ნებისმიერ ან რადონის გუნდებს უნდა თამაშები მოხდა თამაშნა
ჩემთვის მაინც არ ვიცი რატომ აი არგენტინასთან კარგად ვიცი აი ჩემთვის დავალება შესრულებული ჩემი დიდი სურვილია და ალბათ ყველა ქართველის განსაკუთრებით პირველი ხაზის და შეკინების მოთამაშის უნდა აღნიშნოთ რომ შეკინებაში მარტო პირველი ხაზი ვერაზროს ვერაფერს გააკეთებს იქ რა კაცი დგას რომ ვიყოთ სოფლიოში ერთ-ერთი ანგარიშ გასაწევი შეკინება და საშიში შეკინება მაგ კომპონენტში მე მგონი თუ გვექნება ამბიცია იმისი რომ დავჩაგროთ ყველა უსამართლო და ჰაერიდან მოსული ამბიცია ეგ არ იქნება იმიტომ რომ ვფიქრობ რომ რეალურად შეუძლია საქართველოს ნაკრებს თუ კი შეიკრება ერთ მუშტად ეგ გააკეთოს უმაღლეს დონეზე რა და რაც შეგვიძლია კარგად გავაკეთოთ ვფიქრობ რომ ყველაზე დიდი აქცენტი სხვა ხა დანარჩენი ყველაზე მთავარი ის არის რომ ერთი თამაში მოვიგოთ და დანარჩენ თამაშებზე იმას არ ვიძახი რომ ამის დასათმობად გავა მოედანზე მაგრამ ფავორიტები ნამდვილად სხვა გუნდები არიან ჩვენ წინააღმდეგ მაგრამ მე ვფიქრობ რომ ყველაფერი კიდე დამატებით мотиваციას უწევს ჩვენ პირველ რიგში ყველას უნდა რომ თავისთავად ხა ეგ თუ არ თქვა ვიღაცამ ესე იგი იტყვილება და რაღაც თვითონ უმაღლესი ჩემპიონატ თამაშები ითამაშოს თუ კი თავის კარიერაში აქ პიროვნულად მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ეგოისტური თამაში უნდა დაიწყო გუნდურად მაგრამ მაღალ დონეზე იდგეს პირადად ჩემი თამაში მერე საქართველოს გულისთვის და ჩვენი ძმების გულისთვის დავდოთ ყველაფერი და რაც აღნიშნა დათუნდაბიშამ თუ გვექნება მაგარი შეკინება და თუ კი არა 100%-იანი გვექნება ეს არის ყველაზე მაგარი იმიტომ რომ რაც გვაქვს ის უნდა გამოვიყენოთ ჩვენ არ უნდა დავიწყოთ არავის არის მე პირადად ჩემი აზრია კი გაშლილი თამაში ოფლოუდების ძალიან ლამაზია მაგრამ მე პირადად მირჩენია ძალიან ცუდი თამაში ვითამაშოთ და თამაში მოვიგოთ თამაში რა აი რაც გვაქვს ძლიერი მოლი გვაქვს ძლიერი შერკინება გვაქვს ძლიერი და აი ჯახში ვარ ძლიერები და დამინჯერ ეს არის 80% რეგბის 80% და უნდა გავაკეთოთ აქცენტ იმაზე რაც გვაქვს ძლიერი დანარჩენი თუ გამოვა ლამაზი გამოვა თუ არ და ჩემი აზრით უნდა კონცენტრაცია უნდა გავაკეთოთ იმაზე შერკინებაზე მოლზე მაგის შეგვიძლია ყველაზე მაგარი ბიჭები ყო შერკინებაში თამამად ვიძახე ყველაზე მაგარი სახელი აქვს საფრანგეთის ჩემპიონატში მამუკას წინააღმდეგ როცა თამაშობ როგორი ვარიანტი შეიძლება თამაში გავხდეს ისე გვითამაშია რომ შეიძლება ერთხელ გადავეყარო თუ ორჯერ გადავეყაროთ ერთმანეთს მედანს და ისიც რაღაცნაირად ვიყრებით რა როგორც წესია ისევე მაგრამ აი მიშასთან როცა თამაშობ ყოველთვის ვეღარ თან ისე და სამწუხაროდ ძალიან ცუდა ფსიქოლოგიურად არის მაგარი ცუდა აი რა ქნა მაგრად ფიქრობ როგორ უნდა მოიქცე რაღაც დათმო არ გამოვა თელათაც ვერა აი რაღაც ძალიან დელიკატური საკითხია ეგ რა და ძალიან რთული ფსიქოლოგიურად მაგარი რთული მართლა ვიძახე დედას გეფიცები ქართულს როცა ხვდები მარტო მიშაზე კი არა კაცო თან ღმერთმა მომავალ ქართული ჩაგეჭრები ახლა პროსტა იმას მინდა რომ აი ისეთ სუდად გრძნობ ხოლმე თავს რომ მიხარია რომ პირველი ხაზელია ვარ ხო აი რთული მომენტია ძალიან რთული მომენტია და მე ყველასთვის ახლა ვისაც გინდა კითხვები სამში ვიღაცების გარდა ვისაც გინდა კითხვები ყველასთვის რთულია რა ეგ არა ყველასთვის რთულია და მამუკას წინააღმდეგ თამაშო ვერ წარმომედგინა ვაფშე ეს მომპელი სპორტია და რა შემოადგინოსაც მაგრამ და იმას მედაზირა რა ვიცი ნუ პირველ რიგში რო ვიცი რომელ გუნდში ვისაც ვეთამაშებთ რა მოწინააღმდეგე გუნდში ქართველი თამაშობს ეგრევე ვნახულო ვინ დგას რა და მაგ დროს მირჩენია რომ მე ან ზამენაზე ვიყო ან ვაფშე არ ვთამაშობდი რა ქართველის წინააღმდეგ თამაში მართლა ძალიან რთულია ყველა შემთხვევაში რა და ისე ვერ გააკეთებ მართლა რომ შენი 100% არ დადო არ შეიძლება ეგრე ხო და ძალიან რთული მომენტია და გულდასაწყვეტი ну თამაშის მერე ყველაფერი თავდება რა თქმა უნდა მაგრამ იმ მომენტში ფსიქოლოგიურად აი ორმაგი პასუხისგებლობა გაქვს თავზე და მოწინააღმდეგეზეც რა ვიდრე ხა ვიღაცა აფრიკელი ფრანგული ჯერ მაგითო ხაზე კაი ბიჭები რომ დააკვირდეს სხვა ერთი აფრიკელები მე არ ვიცი ესე ძალიან რატო შეიძლება ქვეყანას ერთი გინახია ზირაკ დაკვირებული ხარ სადაც აი აქედან იქით გარბის რომ აფრიკელს დაიჭიროს და დაადოს და აი რატო არიან ეს ერთმანეთზე გადამტერებულები ვერ აი სადა ხო აგვინიშნია მე და შემოდი ერთ ჩხუბობი ძალით ეძებენ რომ ერთმანეთი ჩაგ რატო არიან
ჩვენც არა ვართ ნაკლები პროფესიონალი, ანუ ჩვენი საქმე უნდა რომ აგრესიულები და ყველანაირი, მაგრამ რა იყო სხვა არ არის რომ ან რაღაც კი არ უნდა დაზოგო, მაგრამ რატო უნდა ზდიო იმენა შენიანს რომ 15 კაცი ერთი ქართველი არ ამოარჩია. ხო რა, აი ეგეთი ისა.